კახეთში ვარ, დედოფლის წყაროს რაიონში და არბოშიკის საჯარო სკოლაში მოვედი ახლა მე და აი მართლა ამისთვის უნდა გაეშვათ ჩხენკელი სამსახურიდან, ამ ფულების ხაპვისთვის, რასაც ეგენი ატარებენ განათლების სამინისტროში და რა მდგომარეობაშიც ამყოფებენ ბავშვებს ერთი წამი. ხალხო ნახეთ, აი ჯერ რა კიბეზე ვდგევარ. აქედან დავიწყოთ. ანუ შეხედეთ, აი ამას შეხედეთ. აი ამ კიბეს შეხედეთ. ეხლა ნახეთ, ეს სკოლა არ გარემონტებულა, მე მგონი ცარიზმის ეპოქის დროიდან. უნდა ვნახოთ მაინც რა ხდება, ეს მართლა საოცრება. ნაომარი ის ქალაქი გეგონება. და ეს აქ რა ხდება საერთოდ? არ ვიცი. არ ვიცი, ვიღაცამ გაძარცვა თუ რა უბედურება ხდება, არ ვიცი. აი, სად იხარჯება? იცით რა, მილიონობით არის გამოყოფილი, მილიონობით ლარი არის გამოყოფილი. ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბიუჯეტის მქონე სამინისტრო არის განათლების სამინისტრო. ნულოვანი რეფორმები წლების განმავლობაში. ჩხენკელი რო გამოდიოდა და დიდ ამბებს უმღეროდა ბიძინეს. აი სინამდვილეში რა რისი შემოწმება უნდა მომხდარიყო და რის გამო უნდა გაეთავისუფლებინათ ისი, რომ 21 ჩვენ დავდივართ ახლა კამპანია უნდა ვისაუბროთ ევროპაზე და რას ნიშნავს. კი, ევროპა სინამდვილეში არის, რომ ასეთ მდგომარეობაში სკოლა არ გექნება. და ნორმალური ბიუჯეტი გექნება და ეს ბიუჯეტი თუ ვიღაცა ჯიპში წაიღებს და ბენზინში და სახლში წაიღებს საკუთარ სახლს გაარემონტებს, იმას პასუხი მოეთხოვება. ეს გვინდა ჩვენ.